მსხვერპლენ ეთერში დაბრუნდა. ილია ჭავჭავაძის ძეგლის ახალი იერსახე, როგორი იქნება ილიას მონუმენტი წიწამურთან, გასული საუკუნის 70-იან წლებში აგებული კომპლექსის არქიტექტორი თეიმურაზ ბოჭორიშვილი ახალი პროექტის ავტორიცაა. ორ დღეში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი და მისი ახლად დანიშნული აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ამაშუკელი ოფიციალური პრეზენტაციით აღნიშნავს სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას. ილიას მონუმენტის პროექტის კომპიუტერული ესკიზური ვერსია სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების წინ. ელენე კავსაძის რეპორტაჟი. ილიას მონუმენტის მიმდებარე ტერიტორია ბოლო წლების განმავლობაში სიმბოლურად ზუსტად აღწერდა წიწამურის ტრაგედიას. საზოგადოების მოთხოვნას სხვადასხვა ინიციატივები ცვლიდა. სოციალურ ქსელებში მუდმივად ვრცელდებოდა გზავნილები ძეგლის გადასარჩენად, უფრო ხშირად კი ფოტოსურათების შედარებისთვის. დღეს ამ ფოტოს წიწამურში სხვა სურათი ცლის. ვიწყებთ ამ კვირაში სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ჩვენ დაახლოებით 2 თვის წინ უკვე დავუკვეთეთ პროექტი. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ფაქტიურად პროექტი რეაბილიტაციისთვის დაამზადა იგივე არქიტექტორმა, ვინც დაახლოებით 30 წლის წინ შეადგინა თავდაპირველი ნაგებობის პროექტი. გუშინ უკვე დაიწყო აზროვნითი სამუშაოები იმისათვის, რომ ჯერ ის დაზიანებული ნაწილი, რაც არსებობს იქ, ის დემონტაჟი მოხდეს და შემდგომ უკვე დაიწყება და წლის ბოლოსთვის უნდა დამთავრდეს ეს რეაბილიტაციო სამუშაოები. ილიას ძეგლის რეაბილიტაციის პროექტი პარადული კიბის მონოლითური გრანიტის 79 საფეხურით მოწყობას ითვალისწინებს. ხელახლა ამოშენდება ბაქნები და საყრდენი კედლები. განახლდება ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაც. პროექტის მიხედვით მოეწყობა ამფითეატრი მოედნით. ამოქმედდება კვების ობიექტები და ლამპიონებიც აინთება. გარემოს დეკორაციულად ბროწეულის ხეები და სხვადასხვა ყვავილები გააფორმებს. მოპირკეთდება პიედისტალიც, რომელიც დღეს თითქმის ჩამოშლილია. თავად მონუმენტი კი პირვანდელ შეინარჩუნებს. ძალიან ცუდი მიწა, ნაწილობრივ კლდე არის და ნაწილობრივ კიდე თიხნარი არის ისეთი, რომელიც კი უძლებს იმას, მაგრამ თუ დროზე არ მოუვარეთ და არ დავფარეთ მოპირკეთებით, წვიმა და ის დაშლის, წვიმა და ატმოსფერული სხვა ნალექები დაშლიან ამ იმას და შეიძლება გადმოარდეს კიდევაც ძეგლი. შავი და გადაარჩინა საქართველოს და თვითონ დასაჯეს. ჯერჯერობით პროექტი არ არის, თუმცა წიწამურში საკუთარ ადგილს ელოდება ილია ჭავჭავაძის რამდენიმე პერსონაჟი. ლუარსაბი, დარეჯანი, ლამაზისეული, განდეგილი ბერი. დღეს მისი გმირები ილიას ძეგლის ავტორის მოქანდაკე ლევან ხეიძის სახლში რჩებიან. და მიუძღვნა ნამუშევარი და ილიასთან ერთად უნდა გავხსნა. ილია ჭავჭავაძის ძეგლი გასული საუკუნის 70-იან წლებში გიორგიევსკის ტრაქტატის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დაიდგა. 40 წლის განმავლობაში თანდათან შელახული ძეგლის აღდგენა რამდენიმე დღეში დაიწყება და დაახლოებით 4 თვეში დასრულდება.